სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. დღევანდელ დღეს იცით, რომ საეკლესიო კალენდარში განსაკუთრებული სახელი აქვს, ეს არის ზეიმი მართლმადიდებლობისა. ანუ თუ ჩვენ ვთვლით თავს მართლმადიდებლად, ეს არის ჩვენი ზეიმი, ჩვენი დღესასწაული. მართლმადიდებლობა, ანუ ღმერთის სწორად დიდება, ღმერთთან სწორი ურთიერთობა ძალიან მრავლის მომცველია და ფაქტიურად მთელ ქრისტიანობას მოიცავს, შეიცავს თავის თავში, თუმცა მისი დაწესების მიზეზი რაღაც ერთი კონკრეტული მიზეზია, როდესაც ხატთაყვანის მცემლობამ ხატ მებრძოლებზე გაიმარჯვა და ხატთა თაყვანისცემა დოგმატის რანგში იქნა აყვანილი. ხატი ეს არ არის უბრალოდ საეკლესიო ხელოვნების რაღაც დარგი, როცა თქვათ ფერებით სახარებისეულ სიუჟეტებს გამოვსახავთ. არსობრივად იგი ძალიან ღრმა არის და ბევრი რამეს მასწავლებელი. აი ნახეთ, ღმერთი არავის უხილავს და მისი ხილვა არის შეუძლებელი ნებისმიერი ქმნილებისთვის. ზოგს გონია, რომ ანგელოზები ხედავენ ღმერთს და ადამიანი ვერ ხედავს. საქმე იმაშია, რომ ვერც ანგელოზები ვერ ხედავენ ღმერთს. ღმერთის ხილვა არსობრივად არის შეუძლებელი, იმიტომ რომ იგი არის აბსოლუტური ტრანსცენდენტული, ანუ დრო, სივრცე, ენერგია, მატერია, არამატერიალური ყოფიერება, ვთქვათ, ანგელოზის ბუნება, ეს ყველაფერი უსასრულოდ შორს არის ღვთისაგან და ეს ყველაფერი ღმერთი არ არის, გონიერ ქმნილებას არ აქვს შესაძლებლობა არსობრივი, რომ ღმერთი იხილოს. ამიტომ ღმერთი არავის უხილავს, მაგრამ ღმერთი თავის თავს ავლენს ჯერ ერთი ქმნილებაში და ამას პავლე მოციქული ამბობს და შეიძლება ითქვას, რომ სამყარო ეს არის ღმერთის თვისებების ხატი. ჩვენიერება, კანონზომიერება, დიდებულება, სიდიადე, საიდუმლოებრიობა, აი ეს ყველაფერი ღმერთის თვისებებია, რომელთაც აღბეჭდილია მთელი სამყარო. ხო, ეს ცალკე თემაა, ეგერთი, მაგრამ მეორე, როდესაც ღმერთი სამყაროს ქმნის, ხილულ სამყაროს ის ადამიანისთვის ქმნის, რომ მე იქ გაჩნდეს, გააჩინოს ადამიანი, შექმნას ადამიანი, რომელიც შეიმეცნებს მე ღმერთს და იქნება ღმერთივით ბედნიერი ღმერთის შვილის სტატუსით, როდესაც ღმერთი სამყაროს ქმნის ადამიანისთვის, ღმერთი ქმნის ადამიანს ძეღმერთი რომ განკაცდებოდა, ანუ ძეღმერთი რომ ხილული გახდებოდა, ძეღმერთი რომ განკაცდებოდა, განკაცებული ძეღმერთის ხატი უნდა ყოფილიყო ადამი, რომელიც მიწისაგან მოიზილა. ქრონოლოგია ეს ჩვენი აღქმა არის სამყაროს ღმერთთან, ეს არ მუშაობს, ღმერთთან დრო საერთოდ არ არის, მაგრამ ჩვენი აღქმა ესეთია, ქრონოლოგიურად ჯერ ადამი შეიქმნა და მერე ქრისტე მოვიდა, ხო? მაგრამ არსობრივად ადამი შეიქმნა ისეთი, როგორიც ქრისტე უნდა ყოფილიყო, კვლავ ქრონოლოგიურად ვსაუბრობ. გესმით? ამიტომ ნახეთ, ამიტომაც იწოდება იესო ქრისტე მამის ხატად, იმიტომ რომ მან გამოავლინა მამა, ვინც მიხილა, მე იხილა მამა, როგორც ფილიპეს ეუბნება. ესე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს, გარდა ამისა, ჩვენ ძველ აღთქმაში, სადაც კი ვხედავთ, როგორ მოქმედებს ღმერთი და როგორ ქმნის სამყარო, სადაც ვხედავთ, ყველგან არის ძეღმერთის გამოვლინება, ყველგან ძეღმერთი მოქმედებს, ყველგან და იქ ბევრგან შეიძლება ნახოთ კიდევაც, რომ დათქვა ღმერთმა და სიტყვა ღვთისა და ანუ სადაც სიტყვა ფიგურირებს, ყველგან ძეღმერთი მოქმედებს. ხატებიც კი არის, როგორ ქმნის ძეღმერთი, თქვათ, ადამს და ევას და ასე შემდეგ. ღმერთი არავის უხილავს. მეორე მხრივ ღმერთთან ყოფნა და მასთან პიროვნული კავშირი მამა-შვილური არის ცხონება და სხვა ცხონება არ არსებობს. შესაბამისად ეს დილემა როგორ გადაწყდეს, რომ ღმერთის ხილვა შეუძლებელია, მაგრამ ამავე დროს მასთან პიროვნული კავშირის გარეშე შეუძლებელია ცხონება და ცხონება სწორედ ეს არის და ამისთვის შეიქმნა ადამიანი, სწორედ აი აქ ჩნდება ხატის იდეა თუ ხატის ცნება, ხატის მნიშვნელობა, უფრო სწორედ ხატი, რომელიც არის ანაბეჭდი მამისა, ანუ ანაბეჭდი ღვთისა, ზოგადად რო ვთქვათ, ანაბეჭდი ღვთისა, რომლის საშუალებითაც მე მაქვს შესაძლებლობა უხილავ ღმერთთან კავშირის. ღმერთი თავის თავს ასევე ენერგიებში ავლენს, ესე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს და ფაქტობრივად ის ენერგიები, რომელიც შეიმეცნება სათნოებების სახით ჩვენში, ესეც კი შეიძლება ჩავთვალოთ ღვთის ხატად. რითაც მე ღმერთს ვუახლოვდები და ღმერთთან კავშირი მაქვს, ზოგადად შეიძლება ჩავთვალოთ ღვთის ხატად და აქედან გამომდინარე ხატი ღვთისა, ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ მართლმადიდებლობაში და იგი ჭეშმარიტად მაცხოვნებელი ცოდნა და ის რაც არის მაცხოვნებელი ცოდნა და ცხონებისათვის აუცილებელი ყველაფერი დოგმატის რაგში განიხილება. ეს ყველაფერი ძალიან კარგი, მაგრამ პრაქტიკაში ეს რას ნიშნავს? პრაქტიკაში ეს ნიშნავს იმას, რომ მე აგერ 21 საუკუნის უკვე ადამიანი
დავიბადე იმისათვის ამ სამყაროში, რომ ღმერთი ავლენს რა თავის თავს სამყაროში, როგორც ხატი და მაგა წმინდა წერილიც ხატია. ყველაფერში, ჩვენ რო ვეზიარებით, ეს არის უმწვერვალესი, აი უმწვერვალესი გამოცხადება ღვთისა, უმწვერვალესი ხატი, უმწვერვალესი თვითონ ღვთის განკაცება, რომელსაც მივიახლები ევქარისტიულ საიდუმლოებაში. ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მე ღმერთი შევიმეცნო და მასთან მქონდეს კავშირი. მეორე მხრივ, აი წარმოგიდგენიათ, ჩვენ ასეთ თემებზე საუბრობთ იმიტომ, რომ ამისთვის ვართ აქ და საერთოდ ამისთვის ვართ დაბადებულები და შექმნილები და როგორია ამ თემებზე საუბარი ისე, როცა ჩვენ არანაირი გამოცდილება არ გვაქვს ღმერთთან ურთიერთობის. ესე იგი, როცა ჩვენ წმინდა მამათა თხუზოლებებს კითხულობთ, ხედავთ, რომ ისინი როგორ უარყოფეთად აფასებდნენ ასეთ მოვლენას, როცა ადამიანი საუბრობს ღმერთზე ისე, როცა ღმერთთან კავშირი არ აქვს და ღმერთთან კავშირის და ურთიერთობის გამოცდილება მას არ აქვს. დასავლელი ადამიანი არ ინათლება იმის გამო, რომ მან რაღაცა ესე მოეწონა ეს მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება, რატო არ მოეწონება ღმერთის შვილი ხარ და ესეთი როგორც იდეა მოეწონა. არა ღმერთთან კავშირი კი არ აქვს, როგორც ეს იდეა მოეწონა. ამის გამო და აღიარებს, რომ ეს ყველაზე კარგი სოფხედელოა, ყველაზე კარგი ფილოსოფიური სისტემაა. ამის გამო ადამიანის მონათლა არ შეიძლება. ადამიანის მონათლა ხდება მას შემდეგ, როდესაც აი ეს მწამსი რო იცის, ეს მინიმალური ცოდნა, როცა აქვს მას სასკოლო ღვთისმეტყველებისა, ეს ცოდნა მან ამ ცოდნით იგი დაინტერესდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მის გულს ღმერთი შეეხო და მან თავის თავში დასტური აქვს, მოწმობა აქვს, რომ ღმერთი არის და ღმერთი ადამიანად მოვიდა. ანუ ჯერ გამოცხადებითი ცოდნა ეძლევა ადამიანს. ჯერ მასში ძე ღვთისა, როგორც მამის ანაბეჭდი მის გულში აიბეჭდა, მან იცის ეს უკვე შიგნით. ამის მერე ინტერესდება ის სასკოლო ღვთისმეტყველებით, რომელიც უკანას 2000 წლოვანი გამოცდილება დგას ეკლესიისა და აი ამის შემდეგ ინათლება. აი აქაც პირველადი არის არა თეორიული რაღაცა კიდევ მეორე სასკოლო საღვთისმეტყველო ცოდნა, არამედ გამოცხადებითი გამოცდილება ადამიანისა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ თუ აქ გავართ იქიდან გამომდინარე, რომ თითოეულ ჩვენგანს ან გარკვეული გამოცდილება გაგვაჩნია, ესე იგი მთლად დაღუპული არ ყოფილა ჩვენი საქმე. ანუ როცა ჩვენ საუბრობთ ღმერთზე და ვისმენთ ღვთის სიტყვას, ვისმენთ არა ცარიელი ადგილიდან, არა უგუნური გულიდან, არა გონიერი გულიდან, არამედ უგუნური გულიდან, რომელსაც არანაირი გამოცდილება ადამიანობის, ანუ ღმერთთან კავშირისა, ამ გაგებით ვამბობ ადამიანობას, ღმერთთან კავშირისა არ აქვს. აქედან გამომდინარე კი არ ვსაუბრობთ, არამედ ვსაუბრობთ გონიერი გულის გამოცდილებიდან, ანუ როცა ჩვენ გულს აქვს გამოცდილება ღმერთთან ერთ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ღმერთის შეხებისა, რის გამოც ვდგავართ აქ ჩვენ და შესაბამისად ჩვენი მდგომარეობა არც თლად უიმედოა, რადგან ჩვენში არის ნაპერწკალი ღმერთთან ურთიერთობის გამოცდილებისა. შესაბამისად, ჩვენ უკვე აქედან კითხვა რო გავაგზელოთ, თქვა, ნაბიჯი რო გადავდგათ, აი პრაქტიკული თვალსაზრისით, გასაგებია ეს ყველაფერი და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენში ეს რწმენა ამგვარად გაცოცხლდეს, ამგვარად რეალიზდეს, ის ნაპერწკალი გაღვივდეს, ცეცხლად იქცეს, იმიტომ რომ ეს ცეცხლის მოფენად მოვიდა უფალი ქვეყანასა ზედა და მისი ნებაა, რომ ეს ცეცხლი თითოეული ჩვენგანის გულში აგიზგიზდეს და ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ ამისათვის, როგორც თანამუშაკებმა, თანამშრომლებმა ღმერთისა, რა თქმა უნდა, კვლავ და კვლავ ვიყენებთ ჩვენ 2000 წლოვან გამოცდილებას ეკლესიისას და რა თქმა უნდა ვიყენებთ წირვის დროს განსაკუთრებულად წმინდა წერილს, რომელსაც დღესაც აი ესე აღმოვიკითხავთ და შევხედოთ, რადგან არის დღეს მართლმადიდებლობის ზეიმი და ეს ნიშნავს და ეს დღესასწაული ხატთაყვანისცემის კვირათაც იწოდება, რადგან ესე იგი ეს ხატთაყვანისცემა ნიშნავს უხილავი ღმერთის გამოვლინებას ჩვენთვის სამყაროში და ჩვენს მასთან კომუნიკაციას და კავშირს, განკაცებულ ღმერთთან, ქრისტეს დანახვას, ქრისტესთან კავშირს და რადგან საერთოდ შეიძლება ასე ითქვას, რომ მართლმადიდებლობა ეს არის იესო ქრისტე, ესე პირდაპირ განმარტება, რომ რა არის მართლმადიდებლობა, ხო ვთქვა? ეს არის იესო ქრისტე, ცოცხალი ღმერთი, რომელიც ადამიანად მოვიდა და ჩვენ მასთან კავშირი გვაქვს და მასთან ერთობა გვაქვს. ამიტომ რა თქმა უნდა, ყველაფერი კონცენტრირდება კვლავ იესო ქრისტეზე და დღევანდელი სახარებოს და სამოციქულოს დაგვეხმარება იმაში, თუ ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რა მდგომარეობა უნდა გქონდეს, როგორ უნდა მოვიქცეთ, რა განწყობები უნდა გქონდეს, როგორ უნდა უყუროთ ამ ყველაფერ ამას, იმისათვის, რომ დიახაც იესო ქრისტე იყოს ჩვენი პირადი ღმერთი და ჩვენ მასთან ურთიერთობის გამოცდილება გქონდეს. იონეს სახარება იქნა დღეს აღმოკითხული
რამდენიმე მუხს აღმოგიკითხავთ, რომელიც ფიქრობ მნიშვნელოვანია. აი, კითხულობთ ესეთ რამეს. იესო პოვა ფილიპე და რქვა მას მომდევდი მე. ანუ პირველი ნახეთ რა არის. იესო პოულობს ფილიპეს და მე რეუნება გამომყევი მე. დიახაც მართლმადიდებლობა, ანუ ჭეშმარიტი რწმენა ასე იწყება. არა ჩვენ ვიპოვეთ იესო ქრისტეს, ვერავინ ვერ იპოვის, შეუძლებელია. ადამიანი შეიძლება იყოს რაღაც ძიების პროცესში, ამით რაღაც მიუახლოვდეს, მაგრამ საბოლოო შეხვედრა ხდება, როცა თავად ქრისტე გადაწყვეტს და მოგინახულებს გულში და შენ გულს შეეხება. ამიტომ დიახაც ჩვენ თუ ვართ მართლმადიდებლები, ეს ნიშნავს, რომ ოდესღაც, როგორც ფილიპე, ისე ჩვენც გვიპოვა იესო და გვითხრა, გამომყევი მე. რა თქმა უნდა, ეს ვიზუალიზაცია არ მოხდა ამისი, როგორც ფილიპეს შემთხვევაშია, მაგრამ ნუ ვიფიქრებთ, რომ ეს ვიზუალიზაცია რო არის, ამით ჩვენი საქმე უფრო გართულებულია. რაღაც გაგებით, ფილიპესთან და მსგავს ადამიან მოციქულებთან უფრო გართულებული იყო, იმიტომ რომ ჩვენ ამ შემთხვევაში იესოს როგორც ღმერთს უყურებთ და როცა ჩვეულებრივი ლიტონი ადამიანივით მოვა და დაგელაპარაკება, ძალიან ძნელია, რომ საცდურს არ დაექვემდებარო, რასაც ჩვეულებრივ ადამიანს ხედავ და საცდური წინაშე დგები. ჩვეულებრივი ადამიანია და ღმერთი როგორ უნდა გავყვე ახლა მე ამას და ანუ გესმით რა რთულია და ჩვენთვის 2000 წლოვანი გამოცდილება ეკლესიისა, ჩვენი დიდი წინაპრების 1700 წელი ომი და ბრძოლა ქრისტეს ერთგულებისათვის და რამის ლამის ჩვენ გენეტიკაში აღბეჭდილი ეს რწმენა, ინტუიციური ცოდნა ჭეშმარიტებისა გვეხმარება, რომ ჩვენ გულს რო შეეხო ქრისტე, ჩვენ ვცნობთ და ხო იესო ქრისტე არის ღმერთი ვამბობთ და ბევრი ფილოსოფია აღარ გვჭირდება ხოლმე. ქრისტემ გვიპოვა, თუ ჩვენ ვართ მართლმადიდებლები და ჩვენ გავყევით მას. თუ ეს არ მომხდარა, თუ ჩვენ არ გავყევით მას, რომ ნათლობის აღთქმაც ხო ეს არის შეუდგები ქრისტესა, შეუდგები. თუ ეს არ მომხდარა, თუ ეს არ დაწყებულა, მაშინ ჩვენ ქრისტიანები არა ვართ. მე ვკითხულობ, პოვა ფილიპე ნათანაელ და რქვა მას, რომელი იგი დაწერა მოსეს ჯულსა და წინასწარმეტყველთა ვპოვეთ. ანუ აქ ხედავთ შემდეგ რაღაცას, რომ ნათანაელი ეძებს, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ვერ პოულობს. ხო ჯერ არ შეხვედრია. იმიტომ ეუნება მოსე რასაც ამბობს და წინასწარმეტყველი, ანუ ნათანაელი წმინდა წერილის მიერ, ძველი აღთქმის მიერ ეძებს და აი ეუნება, რომ შენ რასაც ეძებ, ის ვიპოვეთ. და ეუნება ვინ არის? იესო ძე იოსებისი ნაზარეთით. ახლა ნახეთ რა რთულია, ვიპოვეთ ის და ვინ არის? იოსების ძე. ფილიპემს თვითონაც არის ის ბოლომდე გაცნობიერებული კი არა აქვს, როგორ არის ეს? იოსების ძე თან ნაზარეთით, რაღაცა ეს მივარდნილი საშნელი პროვინცია. და ნახეთ, ნაზარეთით შესაძლებელი არსა კეთილისა რა ის ამეყოფათ. აი ეს ეჭვი, აბა რამდენჯერ გქონია ჩვენ ეჭვი, რომ კი მაგრამ მართლა ღმერთია ქრისტე. დღეს ახლა იგივე ინტერნეტი იღვრება 1000 აი ამგვარი ანტიქრისტიანული მტკიცებულებებით, ჭყალებში და ასე შემდეგ. ნუ ეშმაკი ხო არისონებს, ის ბოლომდე ებრძვის, რომ ადამიანებში ეს ეჭვი გაჩნდეს, გამყარდეს, გაძლიერდეს, ღმერთის უარყოფა მოხდეს და არგუმენტი ერთ და იგივეა. ოღონ ეს ამ სიტყვებით გამოთქმულია, მაგრამ სხვადასხვა სიტყვებით გამოითქმება ერთ და იგივე არგუმენტი. ნაზარეთით შესაძლებელია კეთილისა რა ისე ადამიანი შეიძლება იყოს ღმერთი. რაღაცა 2000 წლის რაღაცა მოხდა ჯერ საცვეს. ნუ თქვათ კეთილი ადამიანი კარგი, ზოგი კეთილ ადამიანათაც აღარ თulis. რა ღმერთი როგორ რას ლაპარაკობთ? ანუ ეს პრინციპი მიდგომისა. გამოსავალი აქედან რა არის და გამოსავალი არის ეს ფილიპე რასაც ეუბნება. მოდი და იხილე. მოდი და იხილე, ანუ ეჭვი კი არ დაიტოვო, არამედ გამოძიება დაიწყე. მასთან კავშირი იქონია. დიახაც ჩვენ თუ ვართ მართლმადიდებლები, ნებისმიერ ეჭვს ვამარცხებთ ჩვენში და მივდივარ და ვნახულობთ იმ საშუალებებით, იმ მეთოდებით, რომელიც 2000 წლის განმავლობაში უხვად არის დაგროვებული წმინდა ეკლესიაში. ეს პროცესი დაიწყო მასში, ხო? ადამიანში იწყება პროცესი, მოვიდე და ვიხილე, ეჭვი დავძლიო. ანუ დავიწყო ქრისტეს ძიება, მასთან ურთიერთობა, კომუნიკაცია, ლოცვა, კითხვა, ფიქრი, თქვა საიდუმლოებასთან კავშირი, იგივე ზიარებასთან, სინანული, ასე შემდეგ, რომ რაღაცნაირად ჩემი გული განიწმინდოს, გაიხსნას. როგორც კი ნაბიჯს ვდგავ, ქრისტესთვის მისაწვდომი ხდება ჩვენი გული, ცოტათი განწმენდილი, იმიტომ რომ ღვთისნების აღსრულებას ვიწყებთ და ღვთისნების აღსრულებით გული განიწმინდება და ეჭვები ქრება და ქრისტე უკვე კავშირზე გადის ნათანაელთან. იხილა რა იესო ნათანაელ მომავალი მის, ანუ შენ უკვე ხედავს ქრისტე, როგორც კი შენ მიუხედავად ეჭვებისა, მისკენ მიდიხარ, ხედავს შენ და ამბობს: აჰა, ჭეშმარიტი ისრაელელი, რომლისათანა ზაკვა არა არის. ანუ ერთ-ერთი უმთავრესი პირობა ღვთისმაძიებლისთვის, რომელიც ეჭვებს ძლევს იმით, რომ ღვთისნების, ანუ სინდისის მიხედვით ცხოვრებას, ღვთისნების მიხედვით ცხოვრობს, გული ეწმინდება, ხდება აღმქმელი საღვთო მადლისა და ერთ-ერთი უმთავრესი პირობა მზაკვრობა, ორგულობა.
ფარისევლობა, საშინელი სული, როცა ადამიანი გარედან ერთია, შიგნიდან მეორეა, საქმეც ხო არის, სიტყვიც ხო არის, ერთს ამბობს, მეორეს აკეთებს და ასე შემდეგ მზაკრობს და ნიღბით დადის სულ, ხო ეს ხო ვიცით, ეს ხო უცხო არ არის ჩვენთვის, მაგრამ აი ეს რაც უცხო არ არის ჩვენთვის, რასაც მზაკრობა ქვია, არის ის თავარი ხელის შემშლელი, ის დემონური ვნების, ანუ სიამაყის საყრდენი ჩვენში, რომლის გამო ჩვენ ძალიან გვიჭირს მერე ღმერთის ხილვა. და აუცილებელი პირობა, რომ ჭეშმარიტი ისრაელელი იყო, ჭეშმარიტად ღვთისშვილი იყო, არის ის, რომ შენში მზაკრობა არ იყოს და ეს არის საკუთარ თავზე სამუშაო. ჩვენ ყველანი უნდა ვცდილობდეთ, რომ გულზე დაკვირვება გქონდეს, რომ განსაკუთრებულად ეს ვლინდება ადამიანებთან ურთიერთობაში, რომ არ ვიყოთ მზაკრები არ ვიყოთ ერთმანეთთან ურთიერთობაში, თორე აბსოლუტურად უიმედოა ჩვენი ღმერთთან ურთიერთობა, არაფერი არ გამოვა. და როდესაც ქრისტე მასთან კომუნიკაციაზე გადის, ნათანაელის გადის კომუნიკაციაზე, საიდან მიცნობ მე? ესე ძალიან საინტერესოა. ღმერთი გვიცნობს. ჩვენ ხშირად ვგონია, რომ ჩვენ ცხოვრებაში უამრავ რამე ხდება ისეთი, რომელიც კითხვას აჩენს ჩვენში, რომ კი, მაგრამ ეს მიტოვებული აღმოჩნდი, ახლა რა ხდება? უსამართლობა ჩემ თავზე, განსაცდელი, ტკივილი, პრობლემა, 1000 რამე ხდება ჩვენ თავზე. თუ ღმერთისგან მიტოვებული ვარ, ღმერთი გვიცნობს და ღმერთი რო გვიცნობს, ზუსტად იმას გვაძლევს ყოველდღიურად ცხოვრებაში, ყოველწამიერად, რაც ჩვენი სულისათვის არის მნიშვნელოვანი. საიდან მიცნობ მე და ქრისტე პასუხობს, პირველ ფილიპეს ხმობამდე შენ და იყავრა ლეხვსა ქვეშე გიხილე შენ. ნახე საიდან გვიცნობს, როდესაც ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ ცხოვრების ამოვების მიღმა, ცხოვრების საზრისი და ჭეშმარიტება ზაკვის, ანუ მზაკრობის გარეშე ვეძიოთ, აი სწორედ იქ ხდება ილუსტრაცია ჩვენი ნამდვილი ბუნებისა. იქ ვლინდება ჩვენი ნამდვილი ბუნება და იქ ხდება ქრისტეს მიერ ჩვენი გაცნობა. აი სინამდვილეში რა გვინდა ჩვენ, რა არის ჩვენი ცხოვრების აზრისი, როგორც გონიერი და მოაზროვნე არსება და თავისუფალი არსება, რისკენ მივისწრაფი. და თუ ჩვენ ცხოვრებაში აი ეს განმარტოება ლეღვის ქვეშ, ხო, ლეღვის ქვეშ იჯდა, ღმერთზე ფიქრობდა და ღმერთისა და ნათანაელის გარდა არავინ არ იცოდა ეს და ქრისტეუნება რომ იგიხილა. წარმოგიდგენიათ იმ წელს მივხვდა, ხო, ვინც იყო მის წინაშე. როცა ჩვენ ვცდილობთ ღმერთის წინაშე განმარტოებას, ხო, აი მაშინ ხდება რომ ღმერთი იწყებს ჩვენს გაცნობას. აი არადა ეს პირადი მცნობელობა, ცხონების აუცილებელი პირობა, როგორც წმინდა წერილში მრავალგზის ხედავთ ჩვენ ამას. და თანამედროვე ადამიანს ყველას ძალიან ეს უჭირს. აი სულ რო არაფერი საქმე არ ქონდეს და თავისუფალი დრო ქონდეს, იღებს ხელში მაინც ტელეფონს დაიჭერს და თელ თავისუფალ დროს წაართმევს და გამოწურავს. ესე იგი, აი ადამიანი არის აბსოლუტურად სასიცოცხლო ენერგიისაგან გამოწოვილია თანამედროვე ადამიანი. მას აღარც დრო კი არ, დრო როგორ არ აქვს, მაგრამ ცხოვრების ისეთი წესი აქვს თანამედროვე ადამიანს, რომ საკუთარ თავთან განმარტოების შესაძლებლობა აღარ აქვს თითქოს აწართვა საკუთარ თავს. ნულოვანი ხდება ეს საკუთარ თავთან განმარტოების შესაძლებლობა ადამიანისათვის და იცოდეთ რომ აი როგორც ლოცვა მნიშვნელოვანი და წმინდა წერილის და წმინდა მამების კითხვა და ევქარისტია, ასევე უმნიშვნელოვანესია საკუთარ თავთან განმარტოება. და ლოცვა პრინციპში ამ დროს ხდება გიხილე შენ და როგორც კი პიროვნული კავშირი დგება მათ შორის, მიუგო მას ნათანაელ და რქვა რაბი შენ ხარ ზე ღვთისა, მეუფე ისრაელისა და ხდება აღსარებლობა ქრისტეს ღმერთობის სოდნა შემოდის ადამიანში. ასე რომ თითოეულ ჩვენგანში როცა თუ ჩვენში ქრისტეს ღმერთობის სოდნა არსებობს, რაღაც აი ეს მოდელი, ისე რომ ჩვენ ცნობიერად ყურადღება არ მიგვიქცევია, ეს ყველა ჩვენგანში მომხდარია. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს რომ მომხდარია, სულაც არ ნიშნავს, რომ მორჩა ამით დამთავრდა. ნათანაელმა ამის მერე დიდი ცხოვრება გაიარა და მოწამეობრივად აღესრულა. მაგრამ აი ეს მომხდარია, რომელსაც რა თქმა უნდა შემდგომში გაფრთხილება და შენარჩუნება ჭირდება. და მერე ის რომ ეს არ არის საკმარისი, აქვე ჩანს და ესე იგი ნათანაელი რო აღიარებს მას და თაყვანს ცემს, უფალი ეუბნება, გითხარიო რომ გიხილე ლეხვსა ქვეშე და გწამს. პირველი კავშირი შენ რო დააფიქსირე, ესე იგი ამის გამო შენ გწამს, რომ მე ვინ ვარ, გასაგებია. მაგრამ ამით არ ჩერდება და აგძელებს. უფრო ისი ამათი იხილა, ანუ უფრო მეც ნახავ. ამაზე არ ჩერდებით, ჩვენი ურთიერთობა ამაზე ამთავრდება და რას ვნახავთ უფრო მეც და აგძელებს. ამინ გეტყვით თქვენ, ამიერიდან იხილე ცანი განხმულნი და ანგელოზი ღვთისანი აღმავალი და გარდამომავალი ძესაზე და კაცისასა. ცანი განხმული, რა თქმა უნდა, ღრუბლების გაწევა კი არ იგულისხმება, აქ იგულისხმება სწორედ ტრანსცენდენტული ყოფიერება, სამყაროს მიღმიერი ყოფიერება, ჩვენსა და მას შორის ხიდად გადებული, განკაცებული ღმერთის ადამიანური ბუნება, რომლის საშუალებითაც ჩვენ უკავშირდებით სწორედ მარადილ ყოფიერებას და ანგელოზი ღვთისანი, ანუ
კეთილი მაცნე, ანგელოზი კეთილი მაცნია და ჩვენ ვიკვებებით დიდი ცოდნით სწორედ აი ამ კავშირის გამო და ჩვენ ძალიან ბევრი რამე ვიცით და ჩვენს გულში იწერება ის საფრთხო საიდუმლო ცოდნა, რომელიც წარმოუდგენელი იყო ძველი აღთქმის ადამიანისათვის. Რა თქმა უნდა, ეკლესია მაძლევს უამრავ მაგალითს ჩემს დასამოძღვრად თუ როგორ ახერხებდნენ ადამიანები და შესაბამისად ჩვენ როგორ უნდა მოვახერხოთ ის რომ ეს ყველაფერი ჩვენში რეალიზდეს და აი მე მინდა ებრაელთა მიმართ ეპისტოლე ასევე რომელიც დღეს აღმოვიკითხოთ აქედანაც რამდენიმე ადგილი დავინახოთ ის თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ აი მოსეს მაგალითი მოსე რომელიც ქრისტეს ესე არ იცნობდა თავისთავად ცხადია და ნახეთ როგორ ამბობს პავლე მოციქული რწმენით იყო რომ მოსემ როდესაც აი თვისებები რა თვისებებს უნდა ატარებდეს ქრისტიანი მართლმადიდებელი ადამიანი. მოსე არის მართლმადიდებელი. ოღონ არა იმ კლასიკური გაგებით რომ ქრისტეს არ იცნობდა, მაგრამ მეორეს მხრივ ის როგორც წინასწარმეტყველი ინტუიციურად რა თქმა უნდა იცნობდა ქრისტეს. იგი ამბობს კიდევაც, გახსოვთ როგორ ამბობს ის მოვა სხვა წინასწარმეტყველი ჩემი მსგავსი და მას დაუჯერეთ. და მე ქრისტე ამბობს რომ მოსეს წიგნები იკითხეთ მან ჩემთვის დაწერა ძალიან მნიშვნელოვანია ნუ ეს ცალკე თემა ამას აღარ გავაგზელებ მაგრამ ეს არის აი ეს უცნაური ძველი აღთქმის მართლების თვისება რომ ფიზიკურად არ უნახავთ მაგრამ ისეთი გულის მიერი მდგომარეობა ქონდათ რომ ენახათ იმ წამსვე იცნობდნენ საერთოდ ყველა ძველი ადამიანი ქრისტეს მოსვლამდე ვინც მართალია და ვინც ღვთის წინაშე გამართლდა ასე ცხოვრობდა მათ რომ ქრისტე ენახათ არ უნახიათ ქრონოლოგიურად ადრე იყვნენ, მაგრამ რომ ენახათ ისინი იცნობდნენ. ჩვენ ახალ აღთქმაში ვართ, მაგრამ შეიძლება ვერც იცნო, შეიძლება იცნო და არ მოგინდეს, გესმით? არ მოგინდეს, იმიტომ რომ შენ კერპი შექმენი, რომელსაც ქრისტე დაარქვი, თორე ქრისტიანი არ ახარ. და აი აქ ამ შემთხვევაში მოსეს თვისება როგორია? ურწმუნო ადამიანი პრაქტიკულად არ არსებობს. ათეისტის კი რაღაცა გაგებით მორწმუნეა. და ამიტომ ჩვენ რომ ღმერთის არსებობის გვჯერა, ეს ხო რწმენას არ ნიშნავს. აი რა თვისებები აქვს მართლმადიდებელს? მის რწმენას როგორი გამოვლინებები აქვს უпростоრად. რწმენით იყო რომ მოსემ როცა წამოიზარდა, უარი თქვა ფარაონის ასულის ძედ წოდებული. ფარაონის ასულმა გაზარდა და მის შვილად იწოდებოდა. და უარი თქვა ამაზე მოსე. რწმენის გამო, აი ნახეთ რწმენა რას აკეთებს. რწმენა არ დაგიდევთ მიწიერ დიდებულებას. და ღვთის ხალხთან ერთად ტანჯვა ამჯობინა ცირეხნით ცოდვილ განცხრომას და ეს სიტყვები როგორი მწარე ლახვარივით ესობა თანამედროვე გვესობა ჩვენ თანამედროვე ქართველებს როგორც ადრე გითხარით, როდესაც ჩვენ საქართველო ნიჭების რეალიზების ასპარეზი გვგონია და მით უმეტეს თუ ხანდახან ესეთი აზრებიც რო არის ხოლმე რომ მე გავიქცევი საქართველოდან და აქ რო დალაგდება დამშვიდება ყველაფერი რო კარგად იქნება ნუ მე შეიძლება ჩამოვიდე სამშობლო არ არის ასპარეზი სამშობლო არის ღირებულება რომლისათვისაც სიკვდილიც კი შეიძლება მით უმეტეს სამშობლო ქრისტიანულია. ესია და აი ნახეთ ღვთის ხალხთან ერთად ტანჯვა ამჯობინა და რაში გაცვალა. ქრისტესავით გმობა თავისი გმობდნენ მე დაძდებდნენ მოსაკლავად. ქრისტესავით გმობა უფრო დიდ სიმდიდრეთ მიიჩნია ვიდრე ეგვიპტის მთელი სიმდიდრე. გესმით? აი ეს არის. ანუ მოსე იმიტომ იცნობდა ქრისტეს, იმიტომ შეეძლო მას ქრისტეს ცნობა, რომ თავად ქრისტესავით იყო, ქრისტესავით ცხოვრობდა. ანუ შენ თუ მსგავსი არ ახარ ქრისტესი, ან ეს ქრისტეს მსგავსებისკენ მიდრეკილება არ არის შენში, აი სუფთაგული, რასაც უზაკველობა ქვია, როგორი აღსარებელი და მაზიერებელიც არ უნდა იყო. ქრისტეს ცნობა არ შეგიძლია, შეუძლებელი იქნება ეს შენთვის და მოსესნაირები, რომელიც ქრისტემდე იყვნენ, ისინი ცნობენ ქრისტეს, იმიტომ რომ ქრისტეს მსგავსნი არიან, ქრისტეს მსგავსად ცხოვრობენ. მრავალია ასეთი ადამიანი და მე პავლე მოციქული ამბობს, რომელთა ღირსიც არ იყო მთელი ქვეყანა. ეს რას ნიშნავს იცით, რომ სამყარო შექმნილია ზუსტად ასეთი ადამიანებისათვის და არა ლუარსაბთათქარიძეებისათვის. და ეხლა ეს ადამიანები როგორები არიან? რაღაცა ფანატიზმი კი არ არის, რაღაცა საკუთარ თავში დაჯერებულობა, ესეა და მორჩა და ესე მინდა. არა, ყოველ მათგანს არა მოწმობა, არამედ კეთილი მოწმობა. ყოველ მათგანს კეთილი მოწმობა ქონდა თავისი რწმენის წყალობით. ნახეთ, ისევ რწმენასთან მივედით. ანუ რომელი რწმენაა ნამდვილი, აი მართლმადიდებლური, ნამდვილი ჭეშმარიტი რწმენა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენში იყოს მოწმობა კეთილი და გვახსოვს წმინდა წერილიდან სული წმინდა ღმერთი მოწმობს ჩვენში, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი. ჩვენში მოწმობს. ანუ ჩვენ სხვა მოწმობა არ გვჭირდება, არანაირი სასწაული.
ანუ ადამიანები, რომლებიც სასწაულს ეძებენ ეკლესიაში, ისინი ჯერ კიდევ არ არიან ქრისტიანები, იმიტომ რომ როდესაც ადამიანმა 100%-იანი იცის მადლის მიერ, რომელსაც სულიწმინდა ღმერთი გვაძლევს, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი და ღმერთის ხორცსა და სისხლს ეზიარება, მას სხვა სასწაული არ სჭირდება. მან იცის უკვე ცხოვრების საზრისი გამოკვეთილი აქვს. და ამით ცხოვრობს და ამით სუნთქავს. მაგრამ ვერ მიიღეს აღთქმული, რადგან ღმერთმა წინასწარ გაჭრიტა ჩვენთვის უმეტესი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ ვერ გამხდარიყვნენ სრულქმნილი. აი აქ მინიშნება არის ერთობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ მათგანს კეთილი მოწმობა ჰქონდა, ისინი არ არიან ინდივიდუალისტები, ისინი პიროვნებები არიან და ერთობაზე ზრუნავენ და არ მიუღიათ აღთქმული, ანუ ჯერ აღთქმული, რომელსაც ვიღებთ უფლის დაბრუნების მერე, როცა ყველანი ერთად შევიკრიბებით აღმდგარნი ქრისტეს სამეფოში. ანუ სრულ სიკეთეში არ არიან, რატომ? რათა უჩვენოდ ვერ გამხდარიყვნენ სრულქმნილი და აი აპოკალიფსში ჩვენ ვხედავთ გარდაცვლილები, რომელიც ღვთის საყდართან არიან, როგორ ლოცულობენ ჩვენთვის, როგორი კომუნიკაცია აქვს ღმერთთან ჩვენს გამო, ჩვენზე ზრუნავენ და ასე როგორც ქართველი დიდი წმინდანები ჩვენ მოწამენი, რომლებიც კვდებოდნენ სამშობლოსათვის, ისინი ზრუნავენ ჩვენი სამშობლოსათვის და იმიტომ ვარსებობთ ჯერ კიდევ როგორც ქრისტიანიერი. და ისინი ძალიან ბევრნი არიან, ამიტომ ჩვენ რაკიღა ღრუბელივით გარს გვახვევია ესოდენი მრავალი მოწმე. ჩვენი მეოხნი არიან ისინი და ამიტომ იმედის სიტყვებით შემოდის მერე პავლე მოციქული ჩამოვიშოროთ ყოველგვარი სიმძიმე, ამ ქვეყნიური 1000 პრობლემა აქვს ადამიანს. თუ ხელფეხ შემკვრელი ცოდვა, ანუ ამ სოფლის სიყვარული, მოკლედ რომ ვთქვა, როგორ შეიძლება ამ სოფლის სიყვარული, ვნებების კრებული, ცოდვათა კრებული, ღვთისნების საწინააღმდეგო ცხოვრების წესი, როცა კანონი არის მზაკრობა, ორპირობა, შური, ანგარება, სიამაყე, ამპარტავნება, უსიყვარულობა, სიძულვილი, როცა ეს არის კანონი და ამის გამო ეშმაკი ბატონობს ქვეყანაზე, როგორც ასევე წმინდა წერილში ვკითხულობთ, რომ ეშმაკი თავადი ამ სოფლისა, როგორ შეიძლება ამ სოფლის სიყვარული, რომელმაც ქრისტე, რომელიც ჩვენ გვიყვარს, მოკლა. როგორ შეიძლება ამ სოფლის სიყვარული? ამ სოფელს სწორი ხედვა უნდა. ამ სოფლის სიყვარული თუ იმ გაგებით, თუ ადამიანს გულისხმობ, დიახაც ეს ცნებად გვაქვს მოცემული, ადამიანი უნდა გვიყვარდეს. სამშობლოს სიყვარულიც ადამიანის სიყვარულის რანგში გადის. მოყვასვი უნდა გვიყვარდეს და ასე შემდეგ, მაგრამ ამ სოფლის სიყვარული, როგორც მისი ფუფუნება, როგორც მისი კეთილდღეობა, როგორც ცხოვრების საზრისი, ეს სოფელი როგორც ცხოვრების საზრისი, ყველაზე დიდი საცდური რაც არის. როგორ შეიძლება იმის სიყვარული, რომელმაც შენ ვინც გიყვარს, ის მოკლა. თუ შენ ქრისტე გიყვარს, როგორ შეიძლება ეს სოფელი გიყვარდეს? მოკლა და მუდამ კლავს და ახლას მოკლავს, რომ განკაცდეს და მუდამ ებრძვის. ამიტომ აი ეს ჩამოვიშოროთ ყოველგვარი სიმძიმე და ხელფეხ შემკვრელი ცოდვა, ამასოფლის სიყვარული გვიკრავს ჩვენ ხელფეხს, რომ ქრისტესაკენ ვისწრაფოთ, მოთმინებით გავლიოთ ჩვენ წინაშე მდებარე სარბიელი. ნახეთ, ყველას გასავლელი გვაქვს. ვალდებულებად გვიხდის პავლე მოციქული, მოთმინება, სულმოკლეობა, როცა ადამიანი წუწუნს იწყებს, ტვინვას, აღარ მინდა ცხოვრება, აღარ მინდა სიცოცხლე, ნეტამალე მოკვდე, ნეტამალე წამიყვანოს ღმერთმა, დეპრესია, სასწრაფოთილება, ბოღმა, ასე შემდეგ არ შეიძლება მოთმინება ძალიან ბევრმა აი ჩემს პატარა თვალსაწიერში რაც მე დამანახა ღმერთმა ძალიან ბევრმა დაიწყო ქრისტიანული ცხოვრება და ვერ მიიტანა ბოლომდე და ეკლესიაში ვეღარ დარჩა მოთმინება ბოლომდე უკან ახდენ ამოსუნთქვამდე განსაკუთრებულად ახალგაზრდებს ვაეუბნებით დიდი გზა უნდა გაიაროთ და მოთმინებით უნდა აღიჭუროთ რომ ქრისტეს არ უღალატოთ მოთმინებით გავლიოთ ჩვენ წინაშე მდებარე სარბიელია ეს და რა გვაძლიერებს ამ სარბიელზე რა კვებავს ჩვენს მოთმინებას თვალი მივაპყროთ იესოს ჩვენი რწმენის წინამძღვარს და არა მარტო წინამძღვარს არამედ სრულყოფს ანუ ჩვენი რწმენა სრული არ არის მას მუდამ ჭირდება სრულყოფა და სწორედ იესო არის წინამძღვარიც და სრულყოფელი ჩვენი რწმენისა რომელმაც მის წინაშე მდებარე სიხარულისა წილ რომ დაითმინა ხა როგორც ადამიანს უყურებს ქრისტეს არა მარტო ღმერთს როგორც ადამიანს დაითმინა ჯვარი
უგულებელს ყოს სირცხვილი, იმიტომ რომ ყველამ აფურთხა და მთელმა სამყარომ უარყო და დაჯდა ღვთის ტახტის მარჯვნივ. ანუ როგორც ადამიანმაც მის ადამიანური ბუნებიდან, როგორც ადამიანმაც სრული სისავსე მიიღო საღვთო ძალაუფლებისა. ასევე გვაძლევს ერთგვარ პროგრამას პავლე მოციქული. იფიქრეთ იმაზე, ანუ მასზე, ქრისტეზე, ვინც ყოველივე ეს დაითმინა ცოდვილთაგან, ანუ ჩვენგან, რათა ჩვენ არ შევმრტყალიყავით და არ მიგხდოდათ სული სიმხნევე, იმიტომ რომ მან გააკეთა ეს. ის არის ჩვენი მაგალითი, ის არის ჩვენი წინამორბედი. ჩვენს წინამორბედად შევიდა, მაგრამ და ჩვენ არა მარტო შევიდა მღვდელმთავრად, მარადულ მღვდელმთავრად, და მუდმივ მეოხად დაჯდა სული ძალაუფლებით ჩვენთვის. ეს ყველაფერი ჩვენ გვაძლევს ძალას, რომ არ წაგვერთვა სული სიმხნევე. და ჩვენ კიდევ ერთ რამეს გვავალებს პავლე მოციქული და გვახსენებს, რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, რადგან ის ჩვენი წინამძღვარია და ჩვენს მეოხად შევიდა მამის მარჯვნივ, ჩვენ პასიურად არ შეიძლება ვიყოთ პირიქით, ეს არის ჩვენი სტიმული, ჩვენია ეს მეომრული სული, რომელიც უნდა გამოვავლინოთ და ნახეთ როგორი მეომრული სულია, როცა ჩვენ ცოდვას ვერ ვამარცხებთ, სულმოკლებას ვერ ვამარცხებთ, ჩვენს გული განუწმენდავი გვაქვს და გონებაც ასევე ნახეთ ჯერ კიდევ სისხლამდე არ მდგახართ ცოდვის წინააღმდეგ საომრად. ნახეთ პავლე მოციქული რას გვეუბნება. ამიტომ ნებისმიერი სულმოკლება, ნებისმიერი თქმა, რომ აიცი რაღაც არ შემილია დავიყალე, ხო ბერი ხო არა ვარ, მონაზონი ხო არა ვარ, ერისკაც სისხლამდე არ მდგახართ და ამიტომ ვერ ამარცხებთ. და როცა პავლე მოციქულის ეს სიტყვები შავი თეთრზე მიწერია მე გამოცხადებაში, რომ სისხლამდე დგომა მეომრული სულით მაგ ვალდებულებად, როგორ უნდა გავიმართლო ღვთის წინაშე თავი, როდესაც წარვდგები და აღმოჩნდება, რომ ჩემი ცხოვრების უდიდესი უმრავლესობა ისე გავფლანგე, რომ საერთოდ არც მიშრომი, არც მიბრძოლია და არც მიომია. ეს არის მართლმადიდებლობის ზეიმი. თუ ჩვენ ასე შევხედავთ ჩვენ რწმენას, ჩვენს გვაქვს საზეიმოდ საქმე. და ვიზეიმოთ, გავიხაროთ, იმიტომ რომ საოცარი რამ მოგვცა ღმერთმა. გონება მიუწვდომელი ცოდნა, გონება მიუწვდომელი გამოცდილება და ისეთი პერსპექტივა. უბრალოდ ბოლომდე რომც წარმოვიდგინოთ, წარმოდგენასაც კი ვერ გავუძლებთ, სიხარულით მოვკვდებით. ამიტომ უფალი ნელ-ნელა მოგცემს ამ ცოდნას. აი ეს არის მართლმადიდებლობის ზეიმი. ქრისტე შეგვეწიოს, ამინ.